გამარჯობათ. ეთერშია ტელეკომპანია თრიალეთის საინფორმაციო სამსახური. დაგეგმილი საზეიმო მიტინგი, რომელიც 1 მაისს უნდა ჩატარებულიყო ქარელში, გაურკვეველი მიზეზების გამო მიტინგი ვერ შედგა. 1 მაისს ქარელში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი საზეიმო მიტინგი, რომლის ორგანიზატორობაც კომუნისტურმა პარტიამ ითავა, არ შედგა, რადგან მიტინგზე დასასწრებად სულ რამდენიმე ადამიანი და პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორობა მიტინგის ჩაშლაში პოლიცია დაადანაშაულეს. შეშინებული ახლა ეს მოსახლეობა შეშინებული არის, ეზალაუნებურად შეშინებული არის. ახლა იქ აიყვირა პოლიციელმა ის მასახნა და უკვე შეშინებულია და ვერ მოვა ის თავისთავად ცხადია და ის არის. თუ ჩვენ ჩავატარეთ თავის დროზე მან 28 იანვარს მიტინგი, ნორმალურად და ისეო. ესე იგი, მე მგონია რომ აი ეშინი, მე მგონი რაც უფრო მეტი შეეშინება, უფრო საცოდავები იქნებიან. არ არის საჭირო ასეთ შიში. რა საჭირო ასეთ შიში? ჩვენ რა ხელისუფლებას იწუნა გეშინოდეს, რომ თქვა მიტინგი ჩავატაროთ. თავად პოლიციელებმა კი ეს ბრალდება სასტიკად უარყვეს. პოლიცია არაფერ შუაში არ არის. თვითონ ვერ გაუკეთეს ორგანიზაცია, ხალხი ვერ მოვიდა თავის დროზე. თუ სურვილი აქვს, სტადიონზე კი არა, თხემლოვანაში რო უთხრენ, იქავა ხალხი და იქ ჩაატარებენ კაცო. როგორც გაერგვა მიტინგის ორგანიზატორებს, აქციის ჩატარება ქარელის კულტურის სახლის ეზოში ჰქონდათ დაგეგმილი. იქ მოსულ მომიტინგეებს კი მიტინგის ჩასატარებლად ადგილი ქარელის საფეხბურთო გუნდ იბერიის სტადიონისაკენ უჩვენეს. ჩვენ გვინდოდა რომ აგვინიშნეს ეს დღე შრომელებისათვის, მიგველოცა შრომელთა საერთაშორისო დღე და ჩატარებულიყო მიტინგი, საზეიმო მიტინგი. აქ არ იყო ლაპარაკი რაღაც პრობლემებზე, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. იმიტომ რომ მიტინგი არსად მინაშია მე სტადიონზე. მე ვთხოვე საკრებულოს ხელმძღვანელობას, მიუხედავად ამისა, მათ არ მოგცეს უფლება სტადიონზე ჩატარებისა. როცა მივედით იქ იმაში, რა ქვიან, საკრებულოს კულტურის სახლის ეზოში, სადაც ეს მიტინგები ტარდება ხოლმე. იქ აკლა რაკანა ეს მილიცია არის, მილიცია მივიდა. მილიციამ გაგვაფრთხილა, უხერხულდომას ვიჩაგვაყენებთ. აი თქვენ ნახეთ რა დახედეთ, რამოდენი ხალხი ახლა. მილიციას ხო ჩაუტარებენ მიტინგს არა? სტადიონის შესასვლელთან შეკრებილ მცირერიცხოვან საზოგადოებაში, რომელშიც პოლიციელები სჭარბობდნენ, სახალხო პარტიის წევრებიც ერიდნენ, რომლებიც აქციის ჩაშლაში მმართველ პარტიას ადანაშაულებდნენ. მე არ ვმალავ, მე ვარ ქალაქის საკრებულოს დეპუტატი, სახალხო პარტიიდან ლეონ რამიშვილი. არა თქოს, მე კომუნისტებს კი არ ვუჭერთ ხავს, მაგრამ უნდა ჩატარდეს რეალური მიტინგი. რეალური ხალხი რასაც თხოვლოს, მე თვითონ პირველმა დავაკენე საკითხი, რომ ქართლში გამოყოფილიყო კულტურის სახლთან მიტინგის ადგილი. ბატონო? ამაზე რა გიპასუხოთ? თავის შეიკავეს შემდგომ სესიაზე გადატანის შემდგომი ურთიერთობები და სესია როგორც ყოველთვის სამთვეში ერთხელ უნდა გაიმართოს, 4 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს და ასე გავუვათ არჩევნებამდე ვადა, მაგრამ ვაცხადებ და ამით ვამთავრებ ამ ინტერვიუს, რომ არჩევნებამდე აქვს მაგათ დრო. მოქალაქეთა კავშირს. 12 საათისათვის დაგეგმილი აქციის ადგილი 9 საათში მიტინგის ორგანიზატორებმაც დატოვეს, თუმცა შეკრება წვრილმანი ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. შედეგი არის მიღწეული, დაამთავრეთ, პოლიციელის მოქალაქეს ყველა და ბოლოს შეგთხოვათ, რომ მოქალაქეთა კავშირს ვჭერთ. ბოლოს შეგთხოვათ ყველას. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით პრეზენტაცია მოეწყო ქალაქ გორში. 29 აპრილს გორის მერიის შენობაში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია ჩატარდა. პრესკონფერენციაზე წამოჭრილი პრობლემები არც ჟურნალისტებისათვის და არც დარბაზში მყოფი საზოგადოებისათვის სიახლეს არ წარმოადგენდა. გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი მჭედრიშვილმა უკვე მერამდენედ გაიმეორა, რომ ამჟამინდელ ადგილობრივ თვითმმართველობას არავითარი მემკვიდრეობა არ დარჩენია, რადგან რესპუბლიკაში მხოლოდ 2 ქალაქს, გორსა და ზუგდიდს არ ჰყავდა ქალაქის მერი და არ ჰქონდა საკუთარი ბიუჯეტი. მეოთხე თვეა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობა არსებობს და პარლამენტმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო კანონის მიღება, რომელმაც უნდა დაარეგულოს საგადასახადო შემოსავლებიდან, რომელი უნდა მიიღოს პირველი დონის ბიუჯეტს, ითქვა პრესკონფერენციაზე. მთელი რიგი კანონების არარსებობა კი ქმნის საკანონმდებლო ვაკუუმს. რაც შეეხება ადგილობრივ ბიუჯეტს, მასზე პასუხისმგებლობას არავინ კი სრულობს, რადგან არსებობს რესპუბლიკის ბიუჯეტი, რომელზეც საგადასახადო ინსპექციის მესორნე უფრო მეტად ზრუნავენ. თუ არ იქნება საგადასახადო ინსპექციის შიგნით რაიმე ქვეგანყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივ
აპრილის საკრებულოს წინაშე, მაშინ ადგილობრივი ბიუჯეტები შეუსრულებელ ბიუჯეტებად იქცევიან. კიდევ ერთი წამოჭრილი პრობლემა იყო კომპეტენციების გამიჯნა ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას შორის, რადგან არის შემოსავლების ისეთი სფეროები, რომლებიც კანონის მიხედვით ორივეს კომპეტენციაში შედის, ეს კი გაურკვევლობას იწვევს. შეხვედრაზე ლეგენდად ქცეული 1998 წლის 12 ნოემბრის კოლეგიის 214 დადგენილებაზეც იმსჯელეს. ამ დადგენილების მოცულობა და შინაარსი დღემდე ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, განაცხადა გიორგი მჭედრიშვილმა. როგორც ჩანს, ეს დადგენილება ყოვლის მომცველია. ჩვენ კი საკმაოდ ვერ პრობლემებს ვაწყდებით, რადგანაც ინფორმაციის მიღება რაიონის გამგეობის აპარატიდან თითქმის შეუძლებელია. ელექტროენერგიით მომსახურება ქარელის რაიონში ზამთართან შედარებით გაუმჯობესდა. ალბათ მოსახლეობისათვის საინტერესოა, მომავალში იქნება თუ არა სინათლე ჩვენს ფანჯრებში. ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტი. ჩაბნელებული ზამთრის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გაზაფხულმა სინათლეც მოგვიტანა. ელექტროენერგია ქარელის რაიონს თითქმის ერთი თვეა გრაფიკის მიხედვით ნორმალურად მოეწოდება. როგორც ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, ასეთი მდგომარეობა რამდენიმე თვე გაგრძელდება, თუ კი მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს გადაიხდის. ელექტროენერგია მიმდინარე 60 თვეში შეფერხება არ იქნება. ან თუ იქნება შეფერხება, ისე მოსახლეობამ თავისთავად დააფაროს. თუ რესპუბლიკა დენს მომცემს, აი ჩვენ საწარმო არ მივცემთ დენსა იმას, რომელიც სოფელიც ფულს არ გადაიხდის. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიის მხრივ რაიონის დაკმაყოფილება დღეს პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს, 26 აპრილს ქარელის რაიონის მთელ რიგ სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ, დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო. თანხების ამოღებას აძლევს ის პროცესიც, რომ ენერგოკომპანიას არ ყავს იმდენი ინკასატორი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრიდა. იგი თავად მოსახლეობამ უნდა მოაგვაროს. ჩვენ ვიცით, რომელ სოფელში რამდენი ლარი ელექტროენერგია იხარჯება და დაიხარჯა. უნდა იყვნენ ჩვენთან კონტაქტში ახლოს, ვეტყვით, რომ იმ სოფელში რა არის გადასახადები, სანამ რიცხვების გამოვიტანა გარეთა და აი ეს უნდა წამოკრიფო მოსახლეობამ, ჩამოიტანონ ჩვენთან ბუღალტერიაში, სადაც ადგილზე ქვითებს ამოუწერავენ და აი ნახევარსაათში გაესწორებენ მთელი სოფლის მოსახლეობის ქვითრებს. ელექტროენერგია მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოგვარდა. მოსახლეობა კმაყოფილია, რომ აქვს ელექტროენერგია და გადახდსახადზეც არ ამბობენ უარს. რა ვიცი, როგორ გითხრათ? თითქმის აქა ყველა იხდის. ხო და ეხლა თუ როგორც ესე არის ელექტროენერგია, თუ ესე იქნება, მე მგონი დამაკმაყოფილებელი. ნუ ბოლო ორი კვირა ერთი თვე თითქმის არ აუშავს. თუ ასე იქნება, თუ კიდევ უფრო გამოსწორდება, თვათ უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა. თუ კი გადავიხდით ელექტროენერგიის საფასურს, თავის მხრივ ენერგოკომპანიის ხელმძღვანელობა მხოლოდ ერთს გვპირდება. დღე-დღე მივცეთ ელექტროენერგიას. თავარია ფული გადაიხდა. ქარელის სპორტსკოლაში მოეწყო შეჯიბრება ჭიდაობა ძიუდოში მოსწავლეთა შორის სპორტის დამსახურებული ოსტატის ჟორა მარჯანიძის დაბადების 50 წლის თავთან დაკავშირებით. 28 აპრილს ქარელის სპორტ საზოგადოება შევარდენის სპორტსკოლაში გაიმართა ჭიდაობის ვეტერანი სპორტსმენის სპორტის ოსტატის ჟორა მარჯანიძის დაბადების 50 წლის თავთან დაკავშირებით რაიონული შეჯიბრება ჭიდაობა ძიუდოში მოსწავლეთა შორის. მსგავსი შეჯიბრებების მთავარი მიზანია მოსწავლეთა შორის ჭიდაობა ძიუდოს პოპულარიზაცია. სხვადასხვა წონითი კატეგორიების მიხედვით გამარჯვებები მოიპოვეს ქარელიდან ხვიჩა და იაგო გაბატაევებმა, ზემოხვედურეთიდან დათო ყაჩლავაშვილმა, ყახა ასპანაძემ, სანდრო მსხალაძემ, სპარტაკ მინაძემ, ქვემოხვედურეთიდან გურამ ზებედაშვილმა, პაატა არხოშაშვილმა, ქრისტან ვებრიშვილმა, აგარიდან გიორგი თოთლაძემ, გიორგი ბასამაძემ, დვანიდან ოთარ ახალკაცმა. გამარჯვებულებს გადაეცათ სპორტ საზოგადოება შევარდენის საპატიო სიგელები, აგრეთვე ფასიანი საჩუქრები, რომლებიც ქალაქის მერიამ შეუწია. ჩვენ გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით.